მოგვიწევს რაღაცა links yang plus ultras დათრევა, ცოტა მარცხნივ გამოუშვი, მას არც მიკეთებს ნომიში ხელს. ფასი რა ხილს? ცხენია კაცო. სადაც ზურები წამოდი გავიდა. ერთ-ერთი ფავორიტი იქნებოდა ეს. ჩავждეთ ერთი ვნახოთ. როგორი არის შიგნიდან. შენ არის ეჭმიანი კარგი. დავიწყეთ. გადაღება მიმდინარეობს. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ალექსი, თქვენი მყოფები Dream Chasers-ის არხზე და დღეს ჩვენ ვართ Expo Georgia-ში, სადაც შევიჭყიტებით მომავალში, ვნახავთ ელექტრომანქანებს, საერთოდ არ მომწონს ელექტრომანქანები, მაგრამ აქ ვართ და მივეჩვიოთ მომავალს. ჩვენი გუნდი რო გაიზრდება, ესეთი ავტობუსი უნდა დავიწვიო ელექტრო. ერთიანი გარანტიით იყიდება უკვე. მანქანები ან ტელეფონებს ემსგავსება. წამოვა იქ. წავიდეთ. გოლფზე? წავიდეთ. რაღაცა ვერ ვეჩვევი რა, ელექტრო მე ჩემი ნარინჯისფერი ჯეირანი. წავა მანქანები ვნახოთ. აი ამით ვიკატავებდი. სამწუხაროდ არა. პირველად ვარ ჩინური ელექტროკარის საჭესთან. აქ რა ხდება? ყველაფერი რაღაცნაირია, ანუ ხო ვერ დავუწუნებ, გარბენი არა აქვს. მაგრამ რაღაცა ხლად კომფორტულად ვერ უგრძნობ თავს. კი ახალია, კი ძალიან მაგარია. სავარაუდოდ ვივლიდი კიდევაც ასეთით. მაგრამ რაღაც სული მაგნია აქვს. გამბაქამა. თუმცა არ არის, განაბალა რა, ისეთი კაი მანქანაა. მონიტორი მომწონს. Android-ია, ჩვეულებრივი პლანშეტია რა. ეს უხდება. ესეც უხდება. საჭე ნორმალურია, რა ვიცი, მომწონს, თვითონ მანქანა ნორმალურია, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სადღაც 5-6 წელიწადში იქნება პიკში ეს ყველაფერი და დაიხვეწება ყველაფერი. BYD ვნახეთ, დავაგემოვნეთ, შევეხეთ, ფერზე მეტად არაფერი არ მომწონს ამ მანქანის. ეხლა წამოდი მივიდეთ ერთი ოქროსფერი ჯიგარი მომეწონა და ამ ჯიგარს შეხედეთ რა მხელა არის. აი ამით ნახდად ვივლიდი, არც კი ვიფიქრებდი. შიგნიდანაც ვნახოთ როგორი არის. ფერიც მომწონს, ზომაც მომწონს, ფორმებიც ძალიან კარგი აქვს. რა მოდელია ნეტა ეს ვნახოთ, შევისწავლოთ. Leopard 5. ეგ დააპაუზეთ თუ ვინმეს და გაინტერესებთ და შეგიძლიათ წაიკითხოთ მონაცემები. წონა მაინტერესებს ამის დაახლოებით. წონა არ წერს. გეტყვი? არა, წონა არ არის. 0-დან 3 4.8. ხელა მანქანისთვის. ლამაზიცა. ფორმებიც კარგი აქვს და ზომაც. აგერ ელექტრომანქანები როგორ გამოიყურება ჯერჯერობით ჩვენთვის მათ ხშირი არ არის ამის დაშლა აწყობა. ვფიქრობ რომ არც შევეხები ესეთ მანქანებს თუ ჩამოვიყვანე ოდესღაც და ვფიქრობ რომ ახლა მომავალში მომიწევს ადაპტირება და
წამოყვანა ელექტრომანქანების დაშლა არ ამგონია რომ გავრისკო. ესე იგი გვაქვს ელექტროძრავი როგორც ვხვდები. აი მაკეტი არის იმისთვის რომ შეისწავლო და დაამოღამო ელექტრომანქანები რითი არის გაკეთებული და როგორ გამოიყურება შიგნიდან. კია შედარებით დიდხანს არის ბაზარზე და შედარებით უფრო პოპულარული არის ვიდრე სხვა დანარჩენები. სხვა დანარჩენები ეხა იწყებენ პოპულარიზაციას. ეხა გვაქვს კია ნირო ახალი სრულიად ელექტრონული 33000 ევრო არის სამანქანის ფასი. სპეციალური ფასი 92400 ლარი. მონაცემები ვისაც დაგაინტერესებთ ისევ შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და წაიკითხოთ კია ნირო პრესტიჟი. ესეთი ფერები ძალიან მომწონს მანქანებზე, მაგრამ ფორმები რაღაცნაირია რა. თვითონ ძალიან მომავლის ფორმები არის. ამას ჩავსდეთ ერთი კია ნიროშიც. საჭე ძალიან პოპულარული ხდება, ასეთი მთლიანად ჩაჭრილი ზევიდანაც და ქვევიდანაც. ჩვენც მოგვდის მანქანა, რომელზეც საჭე ასეთი არის. დაელოდეთ მაგ მანქანის ვიდეოს. Honda Fit არის ახალ თაობას, აი ესეთი ჩაჭრილი საჭე აქვს, რომელსაც უნდა მივეჩვიო რამენაირად. თვითონ სალონის მატერიალი ცუდი არ არის, კია არა. მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვერ ვეგუები აქაურობა სად არის. აბა, ნახოთ. აი ასე გამოიყურება დისპლეი, კასტერი, სიჩქარის მაჩვენებელი, სპიდომეტრი ძველებურად რო ვთქვათ. აქ რა ხდება? აქ ფერები უფრო მომწონს აქ ვიდრე იქ რაღაც ჩინურ მანქანებში. საჭის გათბობა გვაქვს, სავარძლების გათბობა გვაქვს, პარკინგები, კამერები, აბა კამერებს შევხედოთ. აბა მარტო უკანა კამერა აქვს, როგორც ჩანს. მარტო უკანა კამერა აქვს, ნუ რა ვიცი. სავარაუდოდ იქნება კომპლექტაციები ცოტა უფრო მდიდარი. კაი, ამას თავი დავანებოთ. კია ცუდი არ არის, კია ცოტა უფრო პოპულარულია ვიდრე დანარჩენი მანქანები. ნეტა რამდენს გადის ახლა ეს რა უწერია. აბა ჩქარება 0-დან 100-მდე 8 წამი. წავედით კია. ეს კიდევ ერთი კია, ნახოთ EV3 GT Line. ამის ფასი არის 39000 ევრო, ფაზაკლებები არ არის ამაზე. და ჩვენთვის საინტერესო აჩქარება სად არის? ვერ ხედავ აჩქარებას, მოკლედ დააპაუზეთ და ნახეთ თქვენით. ვიზუალურად ეს ლამაზია. მოკლედ კიას ვერ დავუწუნებ ვიზუალს. კი ფუტურისტულია, ეს ფარები ძალიან მომწონს. ნახეთ რამდენი თვალი აქვს. მანქანაც ახლა ფორმებით ცუდი არ არის რა. უკნიდანაც რაღაც ხომალს გავს კოსმოსურს ნიროსთან შევადაროთ და დაახლოებით ანუ მსგავსი ფორმები აქვს, ხაზები აქვს დამატებული აქეთ. უფრო მაღლა დგას ვიდრე ნირო რიქში. ზუსტად არ ვიცი, არ ვერკვევი ახლა კიების ელექტრომანქანებში. ესეც ლამაზია ამ ფორმებს შეხედე. ეს რა მოდელია ნეტა ვნახოთ აბა ერთი. ეს EV6, ეს კიდევ უფრო მაღალი კომპლექტაცია, ნეტა რა ეღირება. 51000 ევრო, ეს უკვე არც პატარა თანხა არის ამასაც. დააკვირდით, ვისაც დაგაინტერესებთ, შეადარებთ, დააპაუზეთ ვიდეოს და იმ სამი მანქანის მონაცემებს შეადარებთ ერთმანეთს. ვიზუალურად მე ვფიქრობ, რომ ეს ზედმეტად ისეთი არის ფუტურისტული, ეს იმენა კოსმოსურ ხომალდს გავს. მე ავირჩევდი შუას. რომელს აირჩევდი შენ? იმას? ეს არის ავოტარ. ავოტარი. კოსმოსურ ხომალდებზე თუ დავიწყეთ საუბარი, ეს ყველაზე კოსმოსური ხომალდი არის. Hello. აქ ვერ დავაწერინებთ, არხი გამოიწერეთ, ხო? ეს მანქანა უკნიდან გავს რაღაცა GT-დან გამოქცეულ მანქანას. წვრილი AMG GT-ის სტილში აქვს ფორმები, მაგრამ ამის ტრაკი რაღაცნაირია და
ნახე, ისეთ სიმპათიურად გამოიყურება. ფერი არა. ო, ფერი რაღაცა. აი, ის ფერი რო ქონოდა? ნუ ნახოთ, შევიჭიდოთ სალონში. ვაკ, ცოტა უფრო სასიამოვნოდარი ვითარება ეს სავარძლები მომწონს. აბა კეთილი იყოს ჩემი ფეხი. უზარმაზარი მონიტორი გვაქვს. ჩინეთის სუნი, საჭეც მომწონს. აბა ნუ ეს მომწონს კი, აი ამით ვივლიდი მართლა ოღონდ. ადგილიც გვაქვს, ხარისხიანადაც იგრძნობა, არ ვიცი ხა ეს დიდგარბენზე როგორი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ხარისხიანად და მყარად არის, სულ ახალი მანქანა არის. საჭე მომწონს, საჭის ფორმა არის ძალიან სასიამოვნო. სპიდომეტრი რაღაცნაირი ჩანს, მაგრამ აქ თელეპლაზმური ტელევიზორი გვაქვს. ნახოთ მენიუ რა ფერებშია, ნუ ჩვეულებრივ ფუტურისტულ, სუფთა, მინიმალისტურ დიზაინში არის ყველაფერი შესრულებული. კარიც ძალიან მომწონს. აქ ნუ ეს მანქანა სხვათა შორის ცუდი არ არის, აი არჩევანი რა ყოფილიყო და ჩემი პირადი ცხრილი რო შემედგინა რა მანქანას ვიყიდიდი მარტო ჩინურებში რომ მქონდეს არჩევანი და ელექტროებში ერთ-ერთი ფავორიტი იქნებოდა ეს. თან საკმაოდ მძიმე კარები აქვს, კარგადად იკეტება, ამის ფასი მაინტერესებს. ფასი რა ხის? ეს ძალიან მაგარია. ხარისხიანია და სასიამოვნოდაც გამოიყურება. აბა უკრიდან ვნახოთ. რავი, უკრიდანაც მე მომწონს თქვენი აზრი, რავი კომენტარებში დაწერეთ რას ფიქრობთ ამ მანქანაზე. და სხვათა შორის სანამ იმ მანქანასთან მივდიოდი, ეს ესეც ძალიან მომწონს. აბა წინიდან ხო არ გააფუჭო ჩემი პირველი შთაბეჭდილება. რანაირი ტენდენცია წავიდა, რომ ფარები ქვევით არის და ზევით არის რაღაც დამატებითი შუქები. წინიდან არ მომწონს, უკრიდან კი. მაგრამ ფერი აქვს ძალიან მაგარი. ამის დასმაზე ვიწვალებთ დავამოვლით. არის Xpeng G9. რაც Android-ის ტელეფონების სახელები და დასახელებები. აი ეს მხარე აი ეს ცხვირის გარდა ცხვირამდე მთლიანად მომწონს ეს მანქანა და წინ ცხვირს ცოტა უფრო შევუცვლიდი და ეგეც ლამაზი იქნება და ამის ფერი არის ძალიან მაგარი. სტოპებიც წითელი რო ყოფილიყო, მე ვფიქრობ რომ მე უფრო მომეწონებოდა. ზომაც ძალიან მაგარი არის, ფერი ხო სასწაულია, წამოჩავდეთ. წინიდანაც ლამაზია საკმაოდ. აი ამასაც ფარები ქვევით, დამატებითი შუქები ზევით და რაღაცა საშინელი ტენდენცია წავიდა ამ ქვევით ფარების, მაგრამ ეს ვიზუალურად მაინც არის შეკრული და ეს უფრო მომწონს ვიდრე აი მის წინასხვირე. თქვენც რო დააკვირდეთ, მიხსნებით გაგულისხმობ. აბა ვნახოთ როგორ დაგვხდება ეს რაღაცა Lincoln Co. ფერი ძალიან კარგია სალონის, მომწონს, აქ რკინის ძალიან პრემიუმ კლასს გავს. კამერებით 360, საჭეც ძალიან ლამაზი, ეს Lincoln Co ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ ახლა მომავალში ვიყიდ. რა ხდება? აქაც ადგილი გვაქვს. მაგრამ რასაც დავაკვირდი, ახლა ყველა მანქანას დაახლოებით ვინა სიგნალი გვიპიპინებ, აქაც პოროპკაში ვდგავარ თუ რა ვეჩვევი ჩემი. გავედით უკან, აქაც იგივენაირი. ხდება დავაპაუზოთ. მასაჟი მაქვს ჩართული თუ რა ხდება? თან მასაჟორებიც აქვს, კამოხო. ცოტა მარცხნივ გამოვუშვი, მასაჟს მიკეთებს ნუმიში ხეს. სადა ჩვენი სტარტ-სტოპის ღილაკი, აბა. სტარტ-სტოპს ვეძებთ. აქ სავარაუდოდ გასს უნდა დავაჭირო. აი მოიცა გასს არ დავაჭირო, ჩემი სადღაც არ გავუქმნი. აგე გამარჯობა. ბიჭო, მასაჟი როგორ გავთიშო რაღაცა? ძალიან მიუჩვეველი ვარ აქაურობას, მასაჟს მიკეთებს მანქანა და თავს ცხენია კაცო. სადაც ზურები, წამოდი გავიდა.
რაცა მე ფლირტავებოდა ეს მანქანა. შენ არის ეჭმიანი კარგი? როზე. ფოტორი არ გეტყვი. დაიკიდე. რაზე და სადღაც მიფათურებდა ხელებს. ხო. საინტერესოდ გამოიყურება ჩვენი მომავალი. კი, ძალიან მიყვარს მანქანები, რომლებსაც ძრავის ხმა აქვს, რაღაცა სხვანაირად მოაქვს ემოციები, მაგრამ ეს არ გამისინჯავს, არ ვიცი როგორი არის. შეიძლება ესაც მომეწონოს და ვფიქრობ, რომ ერთი მეორეს ხელს არ უშლის და ერთი მაღალ ბევრცხენიანი მანქანა უნდა ყავდეს და ერთი ელექტრომანქანა იმისთვის, რომ ყოველდღიურად იარო ჩუმად, წნარად ხალხს არ შეუშალო ხელი და ყოველთვის ეს ბოილი, ну, რავი, მე მაგალითად მგლიდა და მგლის კიდევაც ახლა ვფიქრობ, რომ შაბათ-კვირისთვის კარგი სწრაფი მაღალი მანქანა კარგია, მაგრამ უნდა მივიღოთ ჩვენი მომავალი და ადრე თუ გვიან უნდა გადავიდეთ ელექტრომანქანებზე, რაც კარგია ეკოლოგიისთვისაც, კარგია ყველაფრისთვის არის კარგი. მაგრამ ლითიუმის პრობლემას როგორ მოვაგვარებთ და რო ფეთქდება მანქანები ხანდა ეგეც მოსაგვარებელია. არა ეგ მომავალში ვფიქრობ, რომ ეგეც არ დარჩება მოუგვარებლად. არ შეიძლება ერთი JDM გამოფენა იყოს ჩვენთან აი ასეთი დონის არა ჩინური მანქანების და ელექტრომანქანების მაგაზეც სიამოვნებით წავიდოდი და ვინმე თუ გააკეთებს მაგარ რაღაცის ორგანიზებას ძალიან მაგარი იქნება. ეს მომეწონა ყველაზე მეტად, როგორც გითხარით, ჩავждეთ ერთი ვნახოთ როგორი არის შიგნიდან და გარედანაც თუ ისეთივე თუ შიგნიდანაც ისეთივე კარგია, როგორც გარედან მეგონა. ხალხს აღიქოვს ტესლას ვარავთ რაღაცებს, მონიტორი ძალიან მომწონს. აქაც მონიტორია, აქაც მონიტორია. ну ეს ფატრული არ არის, ყველგან ტენდენცია ეხა ძალიან დიდი მონიტორის დაყენების რაღაცა. აი ეს მომწონს, კაცურია. Mustangs როგორც არის რაღაც ტუმბლერები აი აქ. ეს ამას აქ აქვს. რაღაცებიც აქვს, ხიდების კონტროლი, საჭეც ძალიან კარგია, მოკლედ რაღაც კაცური მანქანა ჩანს, ძალიან ისეთი ბრუტალური ფორმებით, აქაც კარგია, მეტალის ვილაკები აქვს, ბევრს არ აქვს. რაღაცა ცოტა იმას ძალიან დიდია და ადგილით საკმაოდ დიდია, ხარისხიც კარგია. არა, ეს მანქანა მართლა მომწონს. ელექტრონულადაც მოდის. ასე და აქ რო აუწევთ ხოლმე, მე აი ესე ბუმ და ჩადის თავისით. ძალიან საინტერესო არის, ეს მანქანა კარგია. ეს კარგი მანქანა არის, ლოგო რო ქონდეს სხვა და იაგუარი რო არ ერქვა. იაგუარი კი არა, ლეოპარდი რო არ ერქვა, ძალიან მაგარი. კაცური მანქანა არის. ის სენსორებით და კამერებით და აი სხვათა შორის არ ვიცი, რატო იყურება აქეთ ეს კამერა. ძალიან კარგი მანქანა არის, დიდია ზომით და თან დიდია ზომით და თან შიგნით რაღაც ლამაზობები აქვს, რაც გამოარჩევს სხვა მანქანებისგან. ვფიქრობ, რომ ხებში დასიარულო მანქანა ესეთი დეტალებით უნდა იყოს, რომ ნუ მოკლედ მოგხიბლოს და საინტერესო იყოს. არ ვიცი ხა ელექტრომანქანა ხებში როგორ მოგიწევს სიარული და როგორ ვენდო ამ მანქანას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა მომავალში დაიხვეწება ეგ ყველაფერი და სადღაც 5-10 წელიწადში უკვე გვეცოდინება კარგი ელექტრომანქანები, რომლები არის, რადგან ეს დამწყები ბრენდები არ ამგონია, რომ ბოლომდე გაჩავდნენ. ვნახოთ რა იქნება, ვნახოთ დაველოდოთ მოვლენებს. შევხედოთ რომელი გამოიჩენს თავს უფრო და რომელი დარჩება ასე და რომელი გადაურჩება ამ ბუნებრივ შერჩევის პროცესს. საბოლოო ჯამში რავი ჩავჯექი რამდენიმე მანქანაში, რამდენიმე მომეწონა კიდევაც გულწრფელად, რამდენიმე არ მომეწონა ეგეც გულწრფელად. მაგრამ როგორც ანუ მე ზოგადად არ ვიცი ვინც ახლები ხარ და არ იცით, ძველი იაპონური მანქანები მომწონს, ცოტა უფრო ხმაურიანი მანქანები მომწონს, ხაზ გავუსვამ კიდევ და ცოტა მიუჩვეველი არის ჩემთვის, რომ ეხლა ვარ აქ და ვინტერესდები ჩინური ელექტრომანქანებით და არა მხოლოდ ჩინური მომენტ ამ ჩუმი ელექტრომანქანები, რომელიც უნდა დატენო და რაღაც ჯერჯერობით მიუჩვეველი რა ამ ყველაფერს, მაგრამ ვეჩვევი და ვფიქრობ, რომ მომავალი აქ არის და ვფიქრობ, რომ ანუ ეს გარდაუვალია, ადრე თუ გვიან მოგვიწევს ყველას აი ამ ელექტრომანქანებზე გადაჯდომა, როგორც ჰიბრიდები იყო თავიდან და ჰიბრიდებზე გავიგიზეთ თავები, რომ აი მე ჰიბრიდს არ ვატარებ, ეხა არის 90%, აი 90 უტრირებ. სადღაც 50-60% მაინც ჰიბრიდით დადის ეხლა და
იგივე მოუწევს ავტოპრომს და ელექტრომანქანებზე გადავზდებით, მაგრამ ჯერჯერობით სანამ დრო გვაქვს ვიღრიალოთ და ხმამაღალი მანქანებით ვიაროთ, ხმაურიანი მანქანებით ვიკატავთ, სანამ გვაქვს შესაძლებლობა, ადრე თუ გვიან ეგეც აიკრძალება, დარწმუნებული ვარ და მოგვიწევს რაღაცა Lingxiang Plus Ultra-ს დათრევა და მოკლედ ვასრულებ ამით ამ ვიდეოს. არხი გამოიწერეთ, დალაიქეთ ვიდეო, დაელოდეთ ჩვენს ახალ პროექტებს. ამ არხზე ძალიან მალე დაიდება კიდევ უკეთესი მანქანები, გზაშია ველოდები მანქანებს და ჯერჯერობით დაზიანებულ ჰიბრიდულ და ბენზინს შემოგთავაზებ, სანამ დრო მაქვს უნდა მოვასწრო ყველაფერი, რომ მე ბავშვს ვაჩვენო და უთხრა რომ მეთქი აი შენ ელექტრომანქანით გიწევს სიარული, მაგრამ მე აი ნახე რას ვაკეთებდი, წავედი და ძალიან დიდი მადლობა რომ უყურებთ ჩემს არხს.